რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. მე გახლავართ გადაცემის წამყვანი, მუზეუმის ხელმძღვანელი დავით ოღუჯავა. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ დადიანების ოჯახის უკანასკნელ წარმომადგენელზე, უკანასკნელ პრინცზე, ნიკო დადიანზე, რომლის სახელობის სასახლეც დადიანების სასახლეთა კომპლექსის მშვენებაა. კონკრეტულად კი უფლისწულის სასახლე. მოგეხსენებათ, სამეგრელოს სამთავრო სახლის უკანასკნელი წარმომადგენელი ტახტის მემკვიდრე ნიკო დადიანი გახდათ. დავით ლევანის ძე დადიანისა და ეკატერინე ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულის ოჯახში 1857 წლის 4 იანვარს დაბადებული. 7 წლის ასაკში იყო, როცა მამა გარდაეცვალა. სრულწლოვანებამდე სამეგრელოს მმართველობა მეურვის სტატუსით დაევალა დედას ეკატერინე ჭავჭავაძეს. სამეგრელოს დიდი აჯანყების შემდგომ ეკატერინე შვილებთან ერთად პეტერბურგს გაემგზავრა. 1866 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა ნიკო დადიანი აუდიენციაზე გამოიძახა და 20 წლის ნიკო დავითის ძეს უარი ათქმევინეს სამთავრო ტახტზე. სანაცვლოდ კი მიიღო მისი ბრწყინვალება სამეგრელოს პრინცის ტიტული. ეს ყველაფერი ნიკო დადიანის ნევის წინააღმდეგ ხდებოდა, მაგრამ მიხვდა არსებულ ვითარებას და ოფიციალურად 1967 წელს გადადგა სამეგრელოს მმართველობიდან სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ. ამ წლიდან დასრულდა დადიანების ოჯახის მრავალსაუკუნოვანი მმართველობის ხანა სამეგრელოში, თუმცა მეგრელი ხალხისთვის ისინი კვლავ რჩებოდნენ მმართველობას. სწორედ 1867 წლიდან იწყება ნიკო მინგრელსკის სხვა ცხოვრება. სწორედ ეს ტიტული, მინგრელსკის ტიტული უბოძა მას რუსეთის იმპერატორმა. 1874 წელს დაქორწინდა რუსეთის სახელმწიფო მინისტრის ალექსანდრე ადლერბერგის ქალიშვილზე. მარია მერი ადლერბერგისა და ნიკო დადიანის ქორწილი დიდი ზარზეიმით იყო სამეგრელოში. ოვაციებით დახვდა ადგილობრივი მოსახლეობა ნეპატარ წელს. ყოველ გაჩერებაზე ქეიფი იმართებოდა და მხიარული შეძახილებით ეგებებოდნენ. ქორწილის მოგონებებზე წერდა ეკატერინე ჭავჭავაძის ავსტრიელი მეგობარი ბერტა ფონ სუტნერი თავის მოგონებათა წიგნში. 1882 წელს დედის ეკატერინე დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ნიკო დადიანმა მემკვიდრეობით მამულები მიიღო და ერთ-ერთ მსხვილ მემამულედ ითვლებოდა. ნიკო მინგრელსკი დადიანი სიცოცხლის ბოლომდე პეტერბურგში ცხოვრობდა. პარიზში მიღებული სწავლა-განათლების შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. 1875 წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთის ყველა მნიშვნელოვან საბრძოლო მოქმედებებში. მათ შორის 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. იყო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი 1878 წლიდან. მისი სახელი მთელს ევროპას მოედო. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერატორმა ბულგარეთის ტახტის პრეტენდენტად წარადგინა. 1877-1878 წლებში ნიკო დადიანმა რუსეთის არმიის ოფიცრის სტატუსით რუსეთ-თურქეთის ომში იბრძოლა, კერძოდ ბულგარეთისთვის, რომლის შედეგადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შიპკა გადასასვლელი იქნა მოპოვებული. ასევე იყო ჩართული ქალაქ სოფიას აღებაში. შიპკაზე გამოვლენილი მამაცობისთვის ნიკო დადიანმა რამდენიმე სამხედრო ორდენი მიიღო და გენერალ-მაიორის წოდებაზე იქნა წარდგენილი. მათ შორის ბულგარეთის ტახტის პრეტენდენტი გახდა. ნიკო დადიანის ბულგარეთის ტახტზე კანდიდატად წარდგენას დიდი ხმაური გამოუწვევია ევროპაში. მის პირად ცხოვრებასაც კი განიხილავდნენ ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ინგლისური გაზეთი The Times, სადაც საუბარია სამეგრელოს სამთავრო კარსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებულ დაპირისპირებაზე. ამ მასალაზე იმუშავა ლონდონის არქივებში ნაპოვნ ინგლისურენოვან დოკუმენტებზე და თარგმნა ხელოვნების სასახლის მეცნიერ თანამშრომელმა მერი ხარაიშვილმა. ამ ფაქტის შესახებ ფართო საზოგადოება არ იყო ინფორმირებული. რაც კიდევ ერთხელ გვამცნობს სიმართლეს ნიკო დადიანის სამთავრო ტახტზე უარის თქმის შესახებ. თარგმნილი მასალის შესახებ
თავისი მოსაზრება დაწერა ხელოვნების სასახლე კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორმა პროფესორმა გიორგი კალანდიამ. მოყავს ამონარიდი მასალიდან. ამ დრომდე თავად ნიკოლოზ დადიანს პოლიტიკაში მყარი შეხედულებები არ გამოუმჟღავნებია, რადგანაც იგი მეფის ადიუტანტია და შესაბამისად ვალდებულია თავის შეიკავოს ნებისმიერი პოლიტიკური მოსაზრების საჯაროდ გამოხატვისაგან. ახლო მეგობრების აზრით, თავაც გულის სიღრმეში რუსული ადმინისტრირების სისტემა არ მოსწონს. აღსანიშნავია, რომ ეს აზრი დაუჯერებლად სულაც არ ჟღერს, ვინაიდან 1803 წელს მის მშობლიურ ქვეყანასა და რუსეთს შორის გაფორმებული ანექსიის სახელით ცნობილი ხელშეკრულების თანახმად, სწორედ რუსებმა აიძულეს იგი იმ ქვეყნის მემკვიდრეობით მიღებული სამთავრო უფლებები დაეთმო. აქვე ვაგრძელებთ გიორგი კალანდიას მოსაზრებას ნიკო დადიანის ბულგარეთის ტახტის კანდიდატობის შესახებ. სამშობლოში მყოფი მეგობრების აზრით, თუ თავადი ნიკო ბულგარეთის სამეფო ტახტზე ავა და ბულგარელების მხრიდან იმავე მხარდაჭერას მიიღებს, რაც თავის დროზე ბულგარეთის სამთავროს პირველ მმართველს ალექსანდრ პატენბერგს ჰქონდა, უდავოა, რომ იგი ქვეყნის ლიბერალურ პოლიტიკას აირჩევს და რუსების ინსტრუმენტად ან მარიონეტად ყოფნას არაფრით დაუშვებს. ამ მოსაზრებას მნიშვნელოვნად ამყარებს პრინცის ძველი მასწავლებლისა და მეგობრის, უაღრესად პატივდებული და ღირსეული მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ფაქტორიც, რომელსაც ლიბერალური პატრიოტული მოსაზრებებით დაინტერესების გამო რუსეთის ხელისუფლებამ საკმაოდ ავიწროებდა გარდა ამისა 1831-32 წლების შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, რომელიც საქართველო-რუსეთის იმპერიის დესპოტიზმისგან გათავისუფლების იდეისკენ მიმართულ ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ წინააღმდეგობრივ მოძრაობას წარმოადგენდა, დიმიტრი ყიფიანი დასავლეთ რუსეთში გადაასახლეს, სადაც ვერაგულად მოკლეს. ნიკოლოზ დადიანს 4 შვილი ჰყავდა. ეკატერინე, რომელიც ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა, ნიკოლოზი 1876-1919 წლებში, სალომე მია 1878-1961 წლები და მენიკი 1880-1954, რომელიც კესარია ჩიქოვანისაგან შეეძინა. ნიკოლოზ დადიანის მემორიალური ნივთები გამოფენილია პრინც ნიკო დადიანის სასახლეში. სასახლე ეკატერინე დედოფალმა შვილს სამთავროს მემკვიდრე ნიკო დავითის ძეს აუშენა მე-19 საუკუნის 70-იან წლებში. რა თქმა უნდა, თვით ნიკო დადიანმაც შეიტანა წვლილი სასახლის მშენებლობაში. ამის დამადასტურებელი მრავალი დოკუმენტი არსებობს დღეს მუზეუმის საცავებში. ნიკო მინგრელსკი ოჯახთან ერთად ხშირად სტუმრობდა ზუგდიდს. ნიკო მინგრელსკის სასახლეში დღეს განთავსებულია პრინცისადმი მიძღვნილი გამოფენა, უფლისწულის გალერეა, რომელსაც ნებისმიერი მსურველი ყოველდღე შეიძლება გაეცნოს. მას ამშვენებს ნიკოს დიდი ფერწერული პორტრეტი, მისი მეუღლის მერი ადლერბერგისა და სიმამრის ალექსანდრე ადლერბერგის პორტრეტები, მე-19 საუკუნის ევროპული მხატვრების გრაფიკული ნამუშევრები, დადიანის უნიკალური ბიბლიოთეკა. ნიკო დადიანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი 1879 წელს, ხოლო 1885 წლიდან საზოგადოების საპატიო წევრი. მან 1885 წელს თავისი პირადი ბიბლიოთეკა, 179 ხელნაწერი და მრავალი სხვა წიგნი უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებად. ეს 179 ხელნაწერი წიგნი დღესაც დაცულია ეროვნულ არქივში და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ასევე 30,000-ზე მეტი რარიტეტული წიგნი დღესაც დაცულია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში და ამშვენებს გამოფენას უფლისწულის გალერეა. აქ იხილავთ დადიანისეულ მუსიკალურ ნოტებსა და პარტიტურებს. სასახლეში დაცულია ავსტრიელი კომპოზიტორის იოჰან შტრაუსის ნაწარმოები, სახელწოდებით ნიკო პოლკა, რომელიც ავტორმა გენიალურმა ვალსის მეფემ მიუძღვნა სამეგრელოს პრინც ნიკო მინგრელსკის შესანიშნავ პიროვნებას, მის გმირულ სამსახურს. ნიკო მინგრელსკი 1903 წლის 23 იანვარს პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი ნეშტი სამეგრელოში ჩამოასვენა მისმა დამ, სალომე დადიან მიურატმა. დაკრძალულია მარტვილის დადიანთა საგვარეულო ტაძარში, დედმამის გვერდით. სამეგრელოში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა. სამგლოვიარო ცერემონიები ჩატარდა მრავალ დაბასა და სოფელში. უფლისწულის ნიკო დადიანის სასახლეში 2021 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს ძალისხმევით და პირადად მინისტრის ქალბატონი თეა წულუკიანის მხარდაჭერით იმართება ყოველწლიური პროექტი საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში. მეჯლისის ფარგლებში ირთვება საახალწლოდ დადიანების სასახლეთა კომპლექსი და რა თქმა უნდა, უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზი გახლავთ მთავარი სცენა, სადაც მრავალი მოცეკვავე თავის ნიჭსა თუ ტალანტს გამოავლენს. მინდა აღვნიშნო, რომ
პროექტმა, რომელიც 2021 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკით ივსება და გრძელდება, საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში. უკვე 3 წელია მთელი საქართველოს მოსახლეობა შობის ბრწყინვალე ღამეს სწორედ დადიანების სასახლეთა მეჯლისის ყურებით ხვდება და ტკბება იმ სანახაობით, რომელსაც გვთავაზობს პროექტი საშობაო მეჯლისი დადიანებში. წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროექტი და აუცილებლად საშობაოდ ვიხილავთ უნიკალურ კიდევ ერთ გრანდიოზულ დოკუმენტურ ფილმს. აქვე მინდა ყველას ვაცნობო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის სატელევიზიო პროექტი და მხოლოდ გადაღებები ტარდება პროფესიონალი მოცეკვავეების და პროფესიონალი მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა როლებისა თუ კომპოზიციების გადაღებების კრებულია. ამით მინდა დავასრულო დღევანდელი გადაცემა. აქვე მინდა დღევანდელი გადაცემის ავტორს, მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდის მცველს ქალბატონ ფერიდე აფხიძეს გადაუხადო მადლობა ამ ბრწყინვალე თემის მომზადებისათვის. დიდი მადლობა, რომ გვისმენდით. მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე. მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.